ჯოჯოხეთი იწყება პრო-ირანულ ქსელში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა კრიზისის საერთაშორისო პოზიციონირების პირდაპირ ტესტად აქცია. ამ შაბათს, 2026 წლის 9 მაისს, ყველაზე მნიშვნელოვანი მოძრაობა არც თავდასხმებშია, არც სამხედრო ბაზებში და არც საჯარო განცხადებებში. საქმე საგანგებო დიპლომატიაშია, რომელიც ირანის რეჟიმის კულისებში დაიწყო. თეირანი ცდილობს ჩინეთთან, რუსეთთან, საუდის არაბეთთან, ევროპულ ქვეყნებთან და რეგიონულ მთავრობებთან კონტაქტები ძალის ნიშნად წარმოაჩინოს, მაგრამ რეალური შეფასება სხვაა. ამერიკული ზეწოლამ აიძულა მოკავშირეები, ფარული პარტნიორები და არაერთ მნიშვნელოვანი მთავრობები ჩრდილიდან გამოსულიყვნენ. ვინც ადრე ირანს დუმილით იცავდა, ეხლა გამოჩენა უწევს. უნდა აუხსნათ, მხარს უჭერთ სტაბილურობას თუ იმ რეჟიმს, რომელმაც საკუთარი გადარჩენა რეგიონული უსაფრთხოების ზემოთ დააყენა. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი, ტრამპის პოლიტიკური შეტევა ირანის სტრუქტურის ყველაზე მგრძნობიარე წერტილს დაარტყა. გარეგსელი, რომელიც თეირანს სუნთქვაში ეხმარება, როცა სანქციები მკაცრდება, იზოლაცია იზრდება და რევოლუციური გვარდია ცდილობს კრიზისი პროპაგანდად აქციოს. საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღიტი გამოჩნდა უცხო ქვეყნების მთავრობებთან კონტაქტების სერიაში, მათ შორის ჩინეთთან და საუდის არაბეთთან მოლაპარაკებებში. თეირანის მცდელობის ფონზე თავიდან აიცილოს უფრო ფართომასშტაბიანი დიპლომატიური მარცხი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ვან გი მიიღო არაღიტი პეკინში 2026 წლის 6 მაისს. თვითონ ირანმაც განაცხადა, რომ არაღიტი პეკინში ყოფნისას ტელეფონით ესაუბრა ფაისალ ბინ ფარხანს, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა განეხილათ რეგიონული ვითარება და ეცადათ არხების შენარჩუნება. შემდეგ თეირანმა განაცხადა, რომ ირანმა გაიგო, ტრამპის ზეწოლა მხოლოდ ერთ ობიექტს, გემს ან განცხადებას არ ეხება. ის მიზნად ისახავს იმ პოლიტიკურ დაცვის სისტემას, რომელიც ყოველთვის აძლევდა თეირანს საშუალებას წინ წასულიყო, უკან დაეხია, დრო მოეგო და შემდეგ ისევ გაემწვავებინა სიტუაცია. სწორედ ამიტომ გამრავლდა ზარები, სწორედ ამიტომ გახსნა პეკინმა კარები. რას აკეთებდნენ ისინი? ისინი ცდილობდნენ კრიზისი კონტროლიდან არ გასულიყო და ამავე დროს ცდილობდნენ თეთრი სახლის თვალში ირანის გვერდით დგომით სახელი არ გაეფუჭებინათ. თავარი საკითხი ისაა, რომ დონალდ ტრამპმა პრო-ირანულ ქსელს არაკომფორტული არჩევანის წინაშე დააყენა. წლების განმავლობაში ბევრი მთავრობა თეირანს მართვად პრობლემად მიიჩნევდა. მათ მსუბუქად აკრიტიკებდნენ, ინარჩუნებდნენ ბიზნესს, ხსნიდნენ პარალელურ არხებს და აძლევდნენ რეჟიმს საშუალება ემოქმედა შუამავლების მეშვეობით. ეხლა როცა ამერიკის ზეწოლა გამკაცრდა, ეს ნაცრისფერი ზონა შემცირდა. თეთრ სახლს არ სჭირდება, რომ ყველამ ერთ დღეს საჯაროდ გამოხატოს მხარდაჭერა. საკმარისია თითოეულ დედაქალაქს აიძულოს, აჩვენოს თავისი გათვლა. ვინ უარყოფს ბაზას, ვინ ცდილობს შუამავლობას, ვინ გარბის პეკინში, ვინ ესაუბრება თეირანს, ვინ ითხოვს პაუზას, ვინ იცავს სანქციას, ვინ ამზადებს საზღვაო მისიას, ვინ აკავებს ეჭვმიტანილებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რევოლუციურ გვარდიასთან. ყოველი მოძრაობა ახალი რუკის ნაწილად იქცევა და ეს რუკა აჩვენებს, ვინ ეხმარება ირანს, ვინ ეშინია ირანის და ვინ უნდა რომ მანამდე დაიშოროს, სანამ ფასი გაიზრდება. ბარეინმა გამოაცხადა 51 ადამიანის დაკავება, რომლებიც ირანის რევოლუციურ გვარდიასთან კავშირში არიან ბრალდებულნი. ბარეინი ამერიკის მეხუთე ფლოტის რეგიონალურ შტაბს მასპინძლობს და ეს დაკავება პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აჩვენებს, რომ კრიზისი მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებით არ შემოიფარგლება. ის შევიდა სპარსეთის ყურის მონარქიის შიდა უსაფრთხოების ზონაში, სადაც ირანის რეჟიმთან დაკავშირებული ნებისმიერი უჯრედი პირდაპირ საფრთხედ ითვლება. მარკო რუბიო ამ კრიზისში შევიდა როგორც ამერიკული ზერიკული ზეწოლის სახე იმ მოკავშირეებზე, რომლებიც ორ მხარეს შორის ბალანსირებას ცდილობდნენ. რომში მან განაცხადა, რომ ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, მაგალითად ესპანეთმა, უარი უთხრა შეერთებულ შტატებს ბაზების გამოყენებაზე ირანთან კრიზისთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მისიაში. რუბიომ ეს პრობლემა განიხილა როგორც საკითხი, რომელიც შესასწავლია, რადგან სამხედრო ალიანსის სარგებლიანობა სწორედ ძალების პროექციის უნარზეა დამოკიდებული, როდესაც მოულოდნელი სიტუაცია ჩნდება. ეს განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩვენებს ახალი ზეწოლის ბირთვს. ტრამპი მხოლოდ თეირანის წინააღმდეგ მხარდაჭერას არ ითხოვს. ის სვამს კითხვას, რისთვის არის საჭირო ძვირადღირებული ალიანსები, ძველი ბაზები და სამხედრო ვალდებულებები, თუ გადამწყვეტ მომენტში ზოგიერთი მოკავშირე ამერიკის მოქმედებას აჩერებს. აი ეს არის პოლიტიკური ჯოჯოხეთი პრო-ირანული ქსელისთვის. ადრე ბევრი მთავრობა თეირანს საჯაროდ გმობდა, მაგრამ პრაქტიკაში თეირანს უადვილებდა მდგომარეობას.
შეძლებდნენ მშვიდობაზე საუბარს, იმ დროს როცა ინარჩუნებდნენ მარშრუტებს, არხებს, ბიზნესებს და ტოლერანტობას. ახლა კი ამერიკული ზეწოლა ყველაფერს ერთ სურათში აერთიანებს. დონალდ ტრამპი აიძულებს თითოეულ მოთამაშეს თავად გადაიხადოს საკუთარი არჩევანის ფასი. ჩინეთი ამ ქსელის ყველაზე მძიმე ნაწილად ჩანს, რადგან იცის, რომ ირანი სასარგებლო ბერკეტია ამერიკული გავლენის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ასევე იცის, რომ თუ თეირანთან ზედმეტად დაახლოვდება, ამას შეიძლება ეკონომიკური ფასი მოხვეს. ტრამპისთვის კი ამას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დაახლოება აჩვენებს თეირანსა და პეკინს შორის კავშირს მთელი მსოფლიოს წინაშე, ამცირებს ფარისევლობის შესაძლებლობას და ჩინეთს კრიზისში უშუალოდ რთავს. არა როგორც ნეიტრალური დამკვირვებელი, არამედ როგორც პოლიტიკური სპონსორი რეჟიმისა, რომელიც ზეწოლის ქვეშაა. საუდის არაბეთი კი თავის მხრივ სხვაგვარად მოქმედებს. ერიადი თეირანთან საუბრობს, რათა კრიზისმა რეგიონი კიდევ უფრო არ დააზიანოს, მაგრამ არ სურს ირანული ავანტიურის ტვირთის ტარება. არაქშისა და ფაისალ ბინ ფარჰანის საუბარი აჩვენებს, რომ ირანს სჭირდება კარზე დაგაკუნება იმ რეგიონული ძალის, რომელიც წლების განმავლობაში მისი არაპირდაპირი გავლენის სამიზნე იყო. საუდის არაბეთს არ სურს, რომ რევოლუციური გვარდიის მიერ შექმნილ კრიზისში ჩაითრიონ. და ეს რეგიონული შიში ასუსტებს ირანის ფანტაზიას მორალურ ლიდერობაზე ახლო აღმოსავლეთში. ევროპა საკუთარ წინააღმდეგობაშია. მთავრობების ნაწილი ომს ერიდება, მაგრამ ასევე არ სურს, რომ ირანის გაფართოების თანამონაწილედ გამოჩნდეს. რუბიოს განცხადებამ ბაზებზე უარის შესახებ ეს წინააღმდეგობა საჯაროდ გამოავლინა. ესპანეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც ამერიკული ოპერაციების მხარდაჭერას ეწინააღმდეგებიან, ცდილობენ თავიანთი პოზიცია სიფრთხილედ წარმოაჩინონ. ამ მეთოდს ისტორიული პრეცედენტი აქვს 1983 წელს. რონალდ რეიგანის მმართველობის პერიოდში შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ოპერაცია სტაუნში. გლობალური დიპლომატიური შეტევა, რომლის მიზანიც იყო ირანისთვის იარაღისა და სამხედრო ნაწილების მიწოდების დაბლოკვა ირან-ერაყის ომის დროს. მიზანი იყო თეირანისთვის შეეჩერებინათ აღჭურვილობის მიღება არაპირდაპირი არხებით, განსაკუთრებით იმ ნაწილების, რომლებიც დაკავშირებული იყო ამერიკულ შეიარაღებასთან, რომელიც ირანმა ისლამური რევოლუციის წინა პერიოდიდან მიიღო. ირან პრაიმერის მიხედვით რეიგანის ადმინისტრაცია სხვა მთავრობებზე ზეწოლას ახდენდა, რათა იარაღის გაყიდვები შეეჩერებინათ. ეს ისტორია გვეხმარება გავიგოთ მიმდინარე სიტუაცია. როდესაც ვაშინგტონი გადაწყვეტ თეირანის გარექსელის წინააღმდეგ შეტევას, სამიზნე მხოლოდ ირანის საზღვრებში არსებული რეჟიმი არ არის. სამიზნე ხდება შუამავალი, მომწოდებელი შუამავალი, მთავრობა, ბანკი, პორტი, ჩუმი მოკავშირე და დიპლომატი, რომელიც ცდილობს რეჟიმს ჟანგბადი მისცეს, იმ დროს, როცა ნეიტრალიტეტს იჩემებს. რუსეთმა მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა, იხილა, რომ ევროკავშირის და დასავლელი მოკავშირეების გადაწყვეტილებით შერჩეული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან ამოილეს. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც დააზარალა რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები და აჩვენა, როგორ შეიძლება საერთაშორისო ქსელი გაითიშოს, როდესაც ვაშინგტონი და მისი პარტნიორები გადაწყვეტენ პოლიტიკური ზეწოლა პრაქტიკულ იზოლაციად აქციონ. ჩრდილოეთ კორეამაც მსგავსი დარტყმა მიიღო, როდესაც ბანკო დელტა აზიას საქმე 2005 წელს გამოიწვია მაკაუში ფხენიანთან დაკავშირებული ანგარიშების გაკინვა და ფინანსური ინსტიტუტები ჩრდილოეთ კორეის ქსელებთან კონტაქტის შიშით დააფრთხო. ეს მაგალითები აჩვენებს ერთსა ლოგიკას. როდესაც ამერიკული ძალა მიზანში იღებს ქსელს, სამიზნე რეჟიმი მხოლოდ ფულს ან პრესტიჟს არ კარგავს და მოკავშირეები იწყებენ გარანტიების მოთხოვნას, რომელსაც რეჟიმი ვერ უზრუნველყოფს. ეს არის ის, რაც ამჟამინდელ ზეწოლას თეირანისთვის ასეთ საშიშს ხდის. და დონალდ ტრამპი ამ ორაზროვან გზავნილს მტკიცებულებად აქცევს თავად იმ ქსელის წინააღმდეგ, რომელიც ირანის რეჟიმს სიცოცხლეს უნარჩუნებდა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლეზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.